გამარჯობა. მოკლედ ბიბლსი თოკ არის ეთერში, როგორც ძველად იტყოდნენ. მე მის წამყვანი გიორგი კეკელიძე ვარ, ჩვენი სტუმარი არის ფანტასტიკური თანამედროვე ფოტოხელოვანი, ჩემი მეგობარი გურამ წიბახაშვილი და მადლობა მას პირველ რიგში სტუმრობისთვის. ეს მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ ხედი ფანჯრიდან ლეგრაში. არის ნიეფსის პირველი ექსპერიმენტი, რომელიც კამერა ობსკურასთან მუშაობას გულისხმობდა და მერე 1839 წლის 19 აგვისტო ფოტოხელოვნების დაბადების დღე, როდესაც ლუის დაგერმა თავისი მერე უკვე დაგეროტიპად წოდებული ამბავი გაამჟღავნა. ასე დაიწყო ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნების ისტორია. პირველი კითხვა რაც მინდა დავსვა, ბევრი ფაზა ქონდა ფოტოგრაფიას ბუნებრივია განვითარების ტექნიკური აზრითაც, თვისობრივი აზრითაც. მაგრამ მაინც აი შენთვის პერსონალური აზრით რომელი ფოტო არის უკეთესი? იქ სადაც ფოტო მოგვითხრო სიმართლე თუ სადაც მოგვაქვს? ნეფსით დაიწყე და რაღაც პირველი ფოტოთი დაიწყე 200 წელია წელს. ის პირველი ფოტო იყო 26 წელს 1800. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იღებდა. 8 საათის განმავლობაში, 8 საათი. მთელი დღე უпроსტოდ. მზე ამოვიდა, მზე ჩავიდა და მე გაჩნდა სურათი რა. და 200 წელი გავიდა, ხვდები? 200 წელი ხატავდა. რეალურად ხო? და იმიტომაც ქვია რა, მზით ხატავ ქვია ფოტოგრაფია ეგ არის რა. შუქით ხატვას ქვია. ხო და 200 წელი ერთის მხრივ ძალიან ცოტაა. თუ ვიზუალურ ხელოვნებას გადავხედავთ რამხელა ისტორია აქვს და ძალიან ბევრია დღევანდელი გადასახედიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ბევრია და არც ცოტაა. ეს არის დრო, როცა ბევრი რამე შეიცვალა. და სხვათა შორის თქვენ დაგერი ახსენეთ და აი როცა გამოცხადდა, რომ დაგერმა ფოტოგრაფია გამოიგონა, რეალურად ითქვა, რომ ეს შეცვლის სამყაროს, ეს შეცვლის კაცობრიობას და შეცვალა კიდეც. რა თქმა უნდა, მაგას ვიძახი, რომ შეიძლება ეს მაშინ ყველას მოეჩვენა, რომ გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ფოტოგრაფიის საშუალებით შევიმეცნებთ დღევანდელ სამყაროს ალბათ 80%-ით. იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია, რომ თქვათ არ წახვიდე და პირამიდები პირადად არ ნახო, თუმცა ფიქრობ, რომ ყველას ურჩევ, რომ პირადადაც ნახო. და მაგრამ შეგვიძლია რომ ფოტოგრაფიით ვნახოთ ძალიან მარტივად დღეს კომპიუტერში დააჭერთიც და ნახავ. და რაც შეეხება რომელი უფრო მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიაში, მართალი თუ ტყუილი? რომელი უფრო მნიშვნელოვანი არა, შენთვის რომელი უფრო ლამაზია? ლამაზ არ დავარქმევდი, მოდი ესე დავარქმევდი, რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ფოტოგრაფიაში არის მართალიც და ტყუილიც. ყველა ფოტოგრაფიაში არის მართალი, იმიტომ რომ გადაღებული არის რაღაცა, რაც შენ წინ არის, მაგრამ ტყუილი არის ის, რაც გინდოდა რომ გეთქვა ამ ფოტოგრაფიით. ტყუილი, კარგი გაგებით ტყუილი. ტყუილი ის კი არა, რომ იტყუები. ტყუილი ის, რომ შენ ნააზრევს ატან ამას და ამას ხოთი შორის დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში საკეთებ. როგორც კი შენ ჩარჩოს ირჩევ, რომელიღაც ჩარჩოს, იმიტომ რომ სამყარო არის ძალიან შენს გარშემო, მაგრამ შენ ირჩევ რაღაც ჩარჩოს. ეს ჩარჩო უკვე არის შენი სუბიექტური სურვილი, სუბიექტური ტყუილი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩარჩოს გარეთ რა დარჩა, ვერავინ ვეღარ იხილავს. ანუ სამყარო არის შენი წარმოდგენა მასზე. აბსოლუტურად, ფოტოგრაფია არის შენი წარმოდგენა სამყაროზე. და ეს არის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი სიძლიერე, რომ ეს არის ისეთივე თხრობის ენა, როგორც ლიტერატურა. და ოღონდ სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, და როგორც ლიტერატურა არის ტყუილიც და მართალიც, ისე ფოტოგრაფია არის ტყუილი და მართალი და შენი წარმოდგენა სამყაროზე. არსებობს რეალობა, არსებობს როგორც ლუარსაბი ამბობს, ორივენიცა. ორივენიცა არის ზუსტად, დიახ. ბატონო. მოკლედ, ეპოქები ვახსენეთ და თუ დაიწყო პიქტორიალიზმის ეპოქით, როდესაც მხატვრები ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად ერთი მხრივ მიებაძათ, მაგრამ მეორე მხრივ უკვე კონკურენცია გაეწიათ, მხატვრები კი არა, ფოტოგრაფები, უფრო სწორედ მხატვრებისთვის, ხო? და შესაბამისად თქვათ,
რაღაცნაირად საკუთარი თავი მოენიშნათ უკვე ხელოვნების რუკაზე, ოღონდ თითქოს ეს პირდაპირ შეჯიბრი იყო, ხო? მერე შემოდის უკვე ეგრეთ წოდებული სწორედ პირდაპირ ფოტოგრაფია, როდესაც ადამიანები უკვე იღებენ მოცემულობას ისეც როგორც ის არის და ნაკლებად თქვათ ფერწერულს, მერე შემოდის უკვე სიურრეალიზმი, აბსტრაქცია, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეგანშტოება აქვს, ბუნებრივია და თქვათ მან აი მაგალითად მან რეის რეოგრაფები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო, რომელიც რაღაცნაირად ცვლის ამ მიმართულებას, მერე უკვე დღეს არის კონცეპტუალური გზა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ფოტოს ტექნიკური ხარისხი აღარ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ იდეა გულისხმობდეს თქვათ თავარს, გამწევ ძალას და მთავარს და შემოდის ყოფითი ფოტო, რომელიც უკიდურესად მასობრივია, ეგრეთ წოდებული მობი ფოტოები, რომელმაც რეალურად თქვათ ცოტათი წაშალა ზღვარი ხელოვნებასა და თქვათ ყოველდღიურ ეს რაღაცნაირ მოყვარულობას შორის მოდის და ნუ ესეთ ცოტა წერლობის ტერმინი რო გადმოვიტანოთ გრაფომანულ ასახვას შორის, ხო, ყველა ვიღებთ. დიახ. აი ამ გზებს შორის ეს ბოლო გზა სახიფათო ხო არ არის ფოტოგრაფისტის? არა, რა თქმა უნდა, პირიქით. ეს არის საშუალება, რომ ის ყველა ის წინა საშუალება უფრო გახადო, უფრო ღრმა სხვადასხვის და აი ხა თრათ ახალია ეს ხელოვნური ინტელექტის ამბავი და შირო ვაიმეს არაფერი. იმიტომ რომ ის ვერასდროს შენზე წინ ვერ წავა და შეიძლება მალევე დაგეწიოს, მაგრამ ვერ გაგასწრებს ვერასდროს რაღაცა. ამიტომ ამ პირიქით ეს ყველაფერი არის უკეთესი იმისთვის, რომ ის მერე ის განსაკუთრებული უფრო ღრმა გახდეს. და მინდა გითხრათ უფრო შესამჩნევი და უფრო საინტერესო, უფრო ძვირფასი პირდაპირ გაგებით. და მინდა გითხრათ თქვენ რითაც დაიწყეთ, რომ თავიდან ფოტოგრაფიას პიქტორიალიზმი ბაძავდა მხატვრობას, სხვადასხვა პარალელურად ორივე წამოვიდა. აი საინტერესო რა არის იცით, რომ როგორც კი გაჩნდა ფოტოგრაფია, მხატვრობა განთავისუფლდა. მანამდე მხატვრობას ჰქონდა ორი ფუნქცია. ერთი აღწერილობითი, რომ თქვათ რაღაცას რო ხატავდა, მაგალითად კარდინალ რიშელიეს რო ხატავდა მხატვარი, მას ისიც უნდა გადმოეცა, როგორია კარდინალ რიშელია და კიდე უნდა ის როგორც ხატვარს უნდა განთავისუფლებულიყო და ისეთი სურათი უნდა დაეხატა, რომელიც უფრო მეტ დაბეჭდილებას მოახდენს, ვიდრე უბრალოდ კარდინალ რიშელიეს პორტრეტია და როგორც კი გაჩნდა ფოტოგრაფია, მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ფუნქცია ფოტოგრაფიამ აიღო თავის თავზე. როგორია კარდინალი რიშელია. და მხატვარმა თქვა, რომ სამაგეროდ ეხლა მე დავხატავ, რასაც მინდა და როგორც მინდა და როგორ ხედავ მე კარდინალ რიშელიეს? ხო, და ვთქვათ იისფრად დავხატავ ტაძარს და ამას იმპრესიონიზმი დაერქმევა და მე როგორც განვიცდი, ისე დავხატავ. და ისე რომ რაღაცნაირად, თუმცა მეორე მხარე ინგლისში განვითარდა აი ეს პიქტორიალისტური და უფრო მხატვრობისკენ მიდრეკილი, რომ ვითომ კი არა მხატვრობის გაგრძელება ყოფილიყო ფოტოგრაფია და აი ეხლა რა თქვი, დღევანდელი ფოტოგრაფია, რომელიც არის უფრო კონცეპტუალური ვიდრე უბრალოდ დოკუმენტური, არის ამ ორივე შერწყმა საბოლოოდ. რომ ამოცანა რჩება მხატვრული, რომ შენ რაღაცა მსოფლმხედველობა როგორმე ვიზუალურად გადმოსცე, მაგრამ ეს დოკუმენტური ფუნქცია საერთოდ არ კარგავს, ვერ დაკარგავს. იმიტომ რომ კამერის წინ არის რაღაცა რეალობა და შენ თუ ფოტოგრაფია გინდა გააკეთო და არა მხატვრობა, ეს რეალობა რაღაცნაირად თუნდაც ტრანსფორმირებული ასახო. კი ბატონო. ესე გამოდის, რომ მე შენობით გელაპარაკები, შენ თქვენობით და ვიღაცას უზრდელი ადამიანი ვეგონები. არა, მოდი გადმოვიდეთ შენობის. კი ბატონო. გადმოვიდეთ იმ ფორმატზე, რასაც ნამდვილ რეალურ ცხოვრებაში ვაკეთებთ. ანუ პირდაპირ ფოტოგრაფიას. კი ბატონო. მეორე ფაზაზე ფოტოგრაფიის განვითარების. სხვა შორის მე ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და ნუ მოყვარულის დონეზე ალბათ ვიცნობ და რაღაც ფაზებიც ხო, ვიცი, მაგრამ ფაზებში ამ შემთხვევაში უკვე აღარ მინდა ჩამოვთვალო ეს კონცეპტუალური გზები. არამედ უფრო ადამიანები, ხო? ანუ ამბობენ, რომ თქვათ არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, გარდა გამომგონებლისა, რომელთაც განსაზღვრეს, ხო, ეს ფოტოგრაფიის ბედი, თქვათ ამბობენ, რომ ეს არის შეიძლება ბრესონი, შეიძლება ეს არის ადამსი, შეიძლება ეს არის კაპა და ნუ ზოგი ამბობს, რომ ეს არის ლანჟი, ხო? აი, აქეთ ეპოქაში ცოტა უფრო სხვანაირი ტიპის ფოტოგრაფია. აი, შენი გზა რომელია? ჩემთვის სხვა შორის ასეთი არის კერტესი. ამასაც ვიტყოდი, იმიტომ რომ მე სუბიექტურად მიყვარს. ისი რა, აი მან რეი ახსენე შენ
მე ვფიქრობ რომ მან რეი აი ამ ყველა ჩამოთვლილში და მართალი ხართ იმათ შექმნეს რაღაცა ახალი გააზრებები შექმნეს გამოსახულების რა და მაგრამ ჩემთვის არის სურეალიზმი და მან რეი ახსენე და ვფიქრობ რომ მან რეის გზა არის ჩემთვის საინტერესო როცა გამოსახულება არ არის უბრალოდ რაღაცა რეალობის ასახვა არის რაღაცა ინტერპრეტირება და აი მან რეი იყო ძალიან საინტერესო ფოტოგრაფი ძალიან საინტერესო არტისტი ის არ იყო მარტო ფოტოგრაფი ის იყო ძალიან მაგარი მხატვარი და ეს არის მთლიანად ის ეპოქა ეს სურეალიზმი იმით არის საინტერესო რომ სურეალისტები პირველები იყვნენ და მან რეი იყო მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვინც თქვა რომ ფოტოგრაფიული გამოსახულება ისეთივე ხელოვნება და ისეთივე ძალა აქვს როგორც დანარჩენ მანამდე იძახდნენ რომ მხატვრობა უფრო მაგარია ფოტოგრაფია ამან თქვა რომ ეგრე არ არის და ეს რეალურად მარტო კი არ თქვა დაადასტურა ის მაგას აკეთებდა და მისი აი ეს რეიოგრამები რომელიც უბრალოდ დადებული ნივთებია ფოტოქაღალზე და სინათლით დაშუქებული ხო არანაკლები ის აქვს მნიშვნელობა ვიდრე თუნდაც მის ნახატებს ან ობიექტებს და აი მე ვფიქრობ რომ ჩემთვის ეს გზა არის ყველაზე სწორი ან ჩემთვის ფოტოგრაფია არ არის უბრალოდ ფოტოქაღალზე გამოსახული რაღაცა გამოსახულება ან რეალობა ჩემთვის ფოტოგრაფია არის გამოსახულება რომელიც ცდილობს რომ შენი ის მოგახვიოს ავტორის ხედვა მოგახვიოს შეიძლება ეს ხედვა მისი თვალი დაგანახოს სამყარო აბსოლუტურად იმიტომ რომ სამყარო ყველას თვალით სხვადასხვანაირია რახან შენს გზაზე ვილაპარაკეთ მოდი ხან ზოგადად ვისაუბროთ ხან კონკრეტულად ახლა კონკრეტულ ამბავზე გადავიდეთ საბჭოთა პერიოდი როგორ დაინახე შენ ფოტო პირველად როგორ შეამჩნიე ის როგორც ხელოვნება და მე როგორ გადაწყვიტე რომ ფოტოგრაფი ყოფილიყავი რატომ გადაწყვიტე ხო ჩემთან ეს შემთხვევით ალბათ შემთხვევით არ მოვიდა შემთხვევით არაფერი არ ხდება მაგრამ ჩემთან ძალიან ადრე მოვიდა ანუ ვიღაცამ მაჩუქა ფოტოაპარატი როცა ვიყავი მე-4 კლასში მე-5 კლასში რა ფირმის ფოტოაპარატი საბჭოთა მაშინ რა იქნებოდა საბჭოთა ჩაიკა რომელიც ისი რა არის მინდა გითხრა რა არის ცუდი ფოტოაპარატი ეს ალბათ სამოყვარულო ქვია და მაგრამ ნუ მაჩუქა და სულ მქონდა ეხლა თავიდან როდის დაიწყო ეს აღარ მახსოვს მაგრამ აი ვიზუალური რაღაცეებისადმი ტრფობა სულ მქონდა არაცნობიერად რა თქმა უნდა და ამიტომ სულ ვათვალიერებდი ჟურნალებს, სულ ვათვალიერებდი წიგნებს, სულ მინდოდა რომ რაღაცა გამოსახულებები მეთვალიერებინა და მე გაჩნდა ეს ფოტოაპარატი და იმ ფოტოაპარატმა ხვდები რომ ეს არის ხელსაწყო, რომელმაც შეიძლება შენ შეგაქმნევინოს რაღაც გამოსახულება. იმიტომ რომ ხატვა არ ვიცი, ხატვაზე სამწუხაროდ არ დამატარებენ, სამაგეროდ მუსიკაზე დამატარებენ რატომღაც რომელიც არასდროს არ იყო ჩემი და ამიტომ მაგრამ იყო ყველასი და აუცილებელი. აი ეგ კლავდა რა რაღაცა ყველა სახში პიანინო ქონდა და ჩვენც ქონდა ეს პიანინო და ამიტომ ვფიქრე რომ ეს არის ხელსაწყო რომელთაც მე შემიძლია რომ რაღაც ვცადო. გამოსახულება შევქნა და მასწავლებელი არ იყო ეს საბჭოთა კავშირია ეს ფოტოგრაფია არ ვითომ არ ჩანდა ესე მაგრამ სინამდვილეში მოდი დავარქვათ რომ აკრძალული იყო ესეთი გვერდულად აკრძალული იყო იმიტომ რომ ხვდებოდნენ რომ ეს არის იარაღი ფოტოგრაფია არის იარაღი რომელთაც შენ შეგიძლია სიმართლე მოყვე და ამიტომ ისე ძალიან წყნარად იყო აკრძალული რა აი მაგალითად საქართველოში არა გვაქვს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოები იმიტომ რომ აკრძალული იყო იმიტომ კი რომ არავინ არ იღებდა აკრძალული იყო იმიტომ რომ იცოდნენ რომ ომის ასახვა არის რეალობის ესეთი ცუდი რეალობის თუ როგორ დამძიმე რეალობის ასახვა და არ უნდათ რომ ძიმე რეალობა ასახულიყო. ფუნდამენტური თარიღების ფოტოები არა გვაქვს, აი მარტის მანიფესტაციები, როცა სტალინის ამბავს თქვა აპროტესტებდა და უამრავი ადამიანი დაიღუპა. მთლიანად გამქრალია. ხო და იმიტომ რომ ეს ყველაფერი იარაღი იყო, ხო და ამიტომ მასწავლებელი არ არსებობდა, სკოლა არ არსებობდა და მე აი რაღაცა ესე მიგნებით რომ ვიღაცა მასწავლა გამჟღავნება როგორ უნდა მოკლედ და საბოლოოდ ნუ რაღაცა ერთი წლის შედეგის მერე მივიღე ერთი ფოტო და მერე დაიწყო მეორე ეტაპი მეორე ეტაპი როცა შენ გინახავს კარგი ფოტო რაღაცა და გინდა რომ გაიმეორო ხვდები რომ ის მოგწონს და კარგია და ხვდები რომ აბა რატოა ის კარგი და გინდა რომ გაიმეორო და მერე მიდიხარ მეორე გზაზე ასე ვთქვათ რომ ის ვიღაცამ რაც კარგი გააკეთა იქნება შენს გამოგივიდეს და მერე იწყება ამას რომ მიაღწევ რომ აი გაიმეორე რაღაცა ტექნიკურად მაინც გაიმეორე მერე იწყება მესამე ეტაპი რომ
ეხლა გააკეთო ის, რაც სხვას არ გაუკეთებია, ან რაღაცა უკვე მოგდის თავში, რომ ისეთი რამე გააკეთო, რითაც რაღაცის მოყოლა გინდა. და ამასაც და უკვე დიდი ხარ, ცოტა დიდი ხარ. მაგალითად, მე-10 კლასში ან უკვე სტუდენტი და იქ უკვე სხვა რაღაცები შემოდის, აი ლიტერატურა შემოდის, კინო შემოდის. სხვა რაღაცები შემოდის, სადაც ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია. ქართულ რეალობაშიც გაკეთებულია და ხვდები, რომ შენ შეგიძლია უკვე აი ამ გზით ეს ყველაფერი რაღაცნაირად ეცადო ყოველ შემთხვევაში და იწყებ უკვე ისეთი ფოტოგრაფიის კეთებას, რომელიც უკვე ფიქრობ, რომ ეს არის შენთვის ძვირფასი და აი რაღაცას არ ქმევრო, შენ გააკეთე. შემოქმედებას ვერ არ ქმევ, მაგრამ გააკეთე სარქმევრა. ვინ იყო ის, ვისთვისაც შეიძლება მაშინ მიგებაცა? ანუ რა ტიპის ფოტოები და ფოტოგრაფია შემოდიოდა მაშინ საბჭოთა კავშირში? საკუთრივ ადგილობრივიც, მაგრამ ეგებ თქვათ ჟურნალდა უცხოური. აი ძალიან კარგი ის არის, იმიტომ რომ ეგ მაგას მე აანალიზებ რა, რომ ერთადერთი პროფესიონალური ჟურნალი ფოტოგრაფიული იყო სავეტსკაია ფოტო, სადაც იბეჭდებოდა ლენინი, ბრეჟნევი, სტალინი აღარ რა თქმა უნდა ჩემ პერიოდში, ლენინი, ბრეჟნევი, სანამ არ მოკვდა ბრეჟნევი, მერე და ასე შემდეგ. და არსაც უღებდნენ სურათებს ლენინს. მაგალითად, ხო, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად იდეოლოგიური ჟურნალი, აბსოლუტურად. მაგრამ მაინც ასურველი, იმიტომ რომ ცოტა ტექნიკაზე ეწერა, ცოტა ძველ ფოტოგრაფიაზე ეწერა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ერთი ჟურნალი, რომელიც ეხლაც ყველა ნომერი შენახული მაქვს, ეს არის ჩეხური ფოტორევიუ, რომელიც რუსულ ენაზეც გამოდიოდა. თუ არ ვცდები, ჩეხურად გამოდიოდა, კვარტალური ჟურნალი იყო, ინგლისურად და რუსულად. თუ არ ვცდები. ეს რომელი წლებია? ეს არის მე რო ვიწყებ უკვე, ეს არის 60-იანი წლები, მაგრამ მე მგონი 50-იანიდან დაიწყო, იმიტომ რომ მე ძველი ნომრებიც ვიყიდე. და მაგალითად აქ პირველად ვნახე, რომ ქართველი ფოტოგრაფი გურამ თიკანაძე არის დაბეჭდილი 61 წელს, მაგალითად. და მე რო აზზე მოვედი, გურამ თიკანაძე უკვე ცოცხალი აღარ არის, მე 60-ში დავიბადე, 63-ში თუ არ ვცდები გარდაიცვალა ის და იცი რა არის, აი ხვდები რომ არსებობენ აქაც ადამიანები, რომლებიც ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომელიც შემთთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ პოულობ ამას. და პოულობ სადღაც ჩეხურ ჟურნალში ამ ყველაფერს რა. და ჩეხური ჟურნალი იმით იყო საინტერესო. გურამ თიკანაძე გაიცანი ჩეხური ჟურნალი. ეგრე ეს შეიძლება დავარქვათ რა. საინტერესო. და საინტერესო იმით იყო ეს ჟურნალი, რომ იქ იპარებოდა კარგი ფოტოგრაფია, ასე ვთქვათ. მაინც სოციალისტური ქვეყანა კი იყო, მაგრამ აი იქ იყო ბუფერულ ზონაში სადღაცა რა. და იქ ვნახე ფოტოგრაფები, რომელიც ჯერ გვარი და სახელიც არ იცი რა, რომ ეს კარგია თუ ცუდია, მაგრამ ბიჭო ეს თვითონ ფოტოგრაფია გიზიდავს. ისეთი მაგარია. და ეხლა ერთხელ სადღაც მოვყავი, მაგრამ კიდე უნდა მოვყვე რა. ერთ-ერთი ფოტო, რომელიც მინდოდა რომ გამემეორებინა, იყო მსხლის ფოტო. ვესტონის გადაღებული თუ არ ვცდები, აღარ მახსოვს. ზუსტად ამერიკელი ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია და ბიჭო მსხალია რა, აი ხო. და უყურებ ამ მსხალს, გაჭედილი არის კადრში. და იძახი რომ ბიჭო მსხალია და შენც ხო გაქვს, მსხალიც გაქვს და ფოტოაპარატიც გაქვს რა და. ნუ თუ არ შეიძლება რომ ესეთი გადაიყო, რომ ესეთი მიზიდულობა გქონდეს რა და ნუ ერთ წელი მოუნდი და მე უკვე ძალიან დიდი ვიხდი რომ ეს მსხალი იმიტომ არის მსხალი სხვანაირი კამერით არის გადაღებული, დიდი კამერით არის გადაღებული და მსხალზე უკეთესად უყურებ. აი რეალურ მსხალზე უკეთესად ჩანს ამ ფოტოში. და ერთი დიდი მნიშვნელობა რაც დიდი შთაბეჭდილება რაც იქონია. გადაიღე ეს მსხალი. მე ბოლო გადავიღე და ეხლა სულ ვიღებ. მსხალი როცა მაქვს ვიღებ და ვიღებ. ნუ ობსესია დეგექს. აი აბსოლუტურად რა. როდესაც გამოვალ ალბათ რა. და მეორე დიდი შთაბეჭდილება რამაც მოახდინა, თუ არ ვცდები 76 წელია და მე ვარ 16 წლის, უკვე ფოტოგრაფია, ფოტოაპარატი მაქვს, ვაკეთებ რაღაცებს და ჩამოიტანეს თბილისში, ჩამოიტანეს დიდი გამოფენა ფოტოგრაფია ამერიკაში, რომელიც იყო დღევანდელ ექსპო ჯორჯიის ტერიტორიაზე, მაშინ VDNH ერქვა ეს. VDNH ესეთი სასაცილო გასაშიფრია, მაგრამ ნუ და ეს გამოფენა იდეოლოგიური გამოფენა იყო. თავისთავად იქაური მემარცხენე ხალხი. რა თქმა უნდა. ესე იგი ესეთი რაღაცები ხდებოდა ხოლმე, რომ შეთანხმება ჰქონდათ ამერიკელებს და საბჭოთა კავშირს, რომ ესენი იქ რაღაცას თავის წარმატებებს ფენდნენ და ისინი თავის წარმატებებს და ეს გამოფენა თუ არ ვცდები იყო მოსკოვში, ალბათ კიდე სადღაც რომელიღაც ქალაქში, საბჭოთა თბილისში. და ჯერ კიდე კარგად არიცნობ ავტორებს და მივედი გამოფენაზე და შოკი დამემართა, იმიტომ რომ ნუ აი ადამსი ახსენე შენ, ანსელ ადამსის ფოტო, ედვარდ ვესტონის ფოტო, რიჩარდ დავედონის ფოტო, ორიგინალები კიდია რა. და
გიგანტები. და ეს მართლა იდეოლოგიური შოკი იყო რა. ესე იგი მივხვდი რომ ის ქვეყანა არის სხვაგან. იქ კეთდება ისეთი რაღაცები და ისეთი თავისუფლება მოდის ამ ავტორებისგან. მე არ ვიძახი რომ იდეალური ქვეყანაა და რაღაც. არა. უბრალოდ ეს ადამიანები იდეალური არც არაფერი. როგორ შეიძლება არც ჭირდება რა. რა თქმა უნდა იდეალური იყოს. განსაკუთრებით ხელოვნებას. ხო და მე მივხვდი რომ всё აი ეს ის გზა არის მე რომელიც მინდა რა. თუმცა მე მოიყო ქიმია, მე იყო, იმიტომ რომ არაფრად არ ითვლებოდა ფოტოგრაფია აქ და მითხრეს რომ ძალიან დიდი სხვა რამე ისწავლე. და მე ვისწავლე გამოგადგება. ხო, რომ მე ხო გინდა რომ ისა და სოციალურადაც. მაგრამ ეს ყოველთვის მე არსებობდა ეს ფოტოგრაფია და საბოლოოდ თქვი რომ всё. გალაქტიონ ტაბიძეს ეს ძალიან ცნობილი ფრაზა, რომელიც კარგად მიესადაგება რაღაც მიმართულებას ხელოვნების, არ მხოლოდ ფოტოგრაფიის, დრო აღნიშნე. შენთან არის ალბათ ყველაზე უფრო ზუსტად წარმოდგენილი, იმიტომ რომ შენ თითქოს რაღაც თქვათ კალენდარული სიზუსტით მიყვები ქვეყნის ისტორიას. და ცდილობ რომ ყველა ნიუანსი დაიჭირო, მით უმეტეს ახლა ამ დროში როცა ამის საშუალება მეტნაკლებად არის. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოს რომ ვამბობ არ გულისხმობ მაინდა-მაინც იმას რომ დღეს რამით ჩამორჩება შენი ფოტოხელოვნება, უბრალოდ ისტორიზმის აზრით, ძალიან საინტერესოა ეს 80-იანი წლების მიწურული და 90-იანი წლების დასაწყისი, ხო? ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის ნგრევა და მეორე მხრივ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დაბადება. ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური აზრით, ხო? იქ ანდერგრაუნდი, რაღაც ტიპის თქვათ ხელოვნებების გაჩენა, რომელიც დღეს ჩვენთვის, შეიძლება საკუთრივი ხელოვნების აზრით ცნობილი ყოფილიყო, მაგრამ როგორ ხდებოდა ეს, უცნობი იქნებოდა, რომ არა შენი ფოტოგრაფია. აი ამ ეპოქაზე ხო, სხვებისაც, მაგრამ ამჯერად შენ ხარ სტუმარი და ამიტომ შენთან ვსაუბრობთ ამაზე. როგორ იქმნებოდა ეს ფოტოგრაფია და მეორე მხრივ შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს კონცეფტი, რომ დრო უნდა ასახო. ეს მარტო ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ფიქრობ, რომ ყველა ხელოვანისთვის, მათ შორის ლიტერატურისთვის და მათ შორის არა მარტო ვიზუალურისთვის არის მნიშვნელოვანი. რომ დრო უნდა ასახო, იმიტომ რომ თუ დროს არ ასახავ, შეიძლება შენი შექმნილი რაღაცა არ იყოს საინტერესო. და იმით ხდება ხოლმე საინტერესო, რომ ის ნამდვილია და ნამდვილი მაშინ არის, როცა დროის ფაქტორი არსებობს შიგნით. მართალი რომ გითხრა, როცა მე ამას მე უბრალოდ მომეწია ამ პერიოდში ცხოვრება, ხო, საბჭოთა კავშირის მიწურულს, თან ცხოვრება ცოტა ადრეც მომეწია, მაგრამ აი ის როცა შენ რაღაცას აკეთებ, ეს ის პერიოდია ზუსტად, რომ ინგრევა საბჭოთა კავშირი და დაიბადა ახალი ქვეყანა, ახალი არა, ძველი ქვეყანა გაცოცხლდა მოდის. ხო, ეგრე ჯობია რომ ვთქვათ და მე არავითარი ამოცანა არ მქონდა, ეგეთი ცნობიერი ამოცანა არ მქონდა, რომ ეხლა ეს ყველაფერი ეს ხდება და ეს უნდა ავსახო. ამისი რა თქმა უნდა არ მქონდა, უბრალოდ მე ვიყავი ერთ-ერთი ამ ადგილას და ამ დროს ადამიანი ერთ-ერთი, რომელსაც რაღაც საშუალება გაქვს, რომ რაღაცის კეთების საშუალება გაქვს და ეს უფრო ნება იყო ვიდრე ცნობიერი აქტი. რომ როცა შენს გარშემო ესეთი რაღაცები ხდება და შენ ამას გრძნობ, აი სუნს გზნობ ამისა, რა თქმა უნდა ეს თავისთავად მერე მიდის იმისკენ რომ შენს მონაწილე ხარ ამ შენ ციცვლები ამ პერიოდში და შენ გინდა რომ ეს ცვლილება აი კი არა ასახო, ეს ცვლილება რაღაცნაირად ცხოველი გახადო. და ეს ჩემთვის ეს ცხოველი სიცოცხლე იყო თითის დაჭერა კამერაზე. და იმიტომ რომ და თან მაშინ მაგას არ აცნობიერებ და მგონია რომ ამით იმახსოვრებ. გარემოს იმახსოვრ. ჩემთვის მახსოვრობის ვიზუალური მახსოვრობა უფრო მაქვს ვიდრე დანარჩენი მახსოვრობა და ამიტომ ეს ყველაზე კარგი საშუალება რა თიც საჭერ და იცი რომ ეს შეინახე რაღაცნაირად იმაზე. მე უბრალოდ არც იმაზე ვფიქრობდი რომ ისტორია ესე მალე ხდება ისტორიად. ხო? 10 წელი გავიდა და მე აღმოჩნდა რომ ის 10 წელი არის უკვე ისტორია და ეს არის მასალა რომელიც ამ ისტორიას რაღაც დონეზე ასახავს. რამდენიმე ომი ყველაფერი, შიმშილი, სიხარული, უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი სიძულვილი, ყველაფერი, მძაფრად, ყველაფერი მძაფრად და ეს არის აი გარდამავალი ეპოქების დრო და შესაბამისად რახან ყველაფერი მძაფრად არის, ფოტოგრაფიაზეც ეს მძაფრად იგრძნობა რა. ომი როგორი იყო?
ფოტოგრაფიისთვის 9 აპრილი როგორი იყო მანამდე 9 აპრილს მე ომს არ დაუძახებ 9 აპრილს ალკებ თქვი ხო 9 აპრილი როგორი იყო მანამდე მეთქი და მე ომი როგორი იყო ხო იცი როგორი ამბავია რომ 9 აპრილი იყო ის ზუსტადაც ის ცხოველი რაღაცა ჩემთვის ყველაზე ალბათ აქტიურ ფაზაში აპრილამდე იყო ოქტომბერი 88 წლის და მე ამათ ცალ-ცალკე არ იმიტომ 88 წელში ერთი ჯაჭვის ნაწილია კი მან მოიტანა მე 9 აპრილი რა და ეს იმდენად ღია სიცოცხლე იყო უკვე აი ღია სურვილი თავისუფლების რომ აქ შეუძლებელი იყო რომ ფოტოს გათავისუფლდა იცი არის რითი გათავისუფლდა იცი რომ ხვდები რომ პოლიციელი ახლა შენა ცუდად აღარ გიყურებს ამ წუთში პოლიციელი ცუდად გიყურებდა ფოტოაპარატს ცუდად უყურებდა იმიტომ რომ პოლიციელიც ხვდებოდა რომ ეს არის ეს ქმნის დოკუმენტს რომელიც შეიძლება მას საფრთხეს უხდის იმიტომ რომ იმანაც იცოდა რომ ეხლა ცუდ საქმეს აკეთებს რა და როგორც კი ის მიხვდა რომ ეს კარგი საქმეა და ის ამ ხარეს გადმოვიდა ხო ხვდება რომ ეს ხალხი რომელიც თავისუფლებას ითხოვს ქვეყნის თავისუფლებას ეს მისი თავისუფლებაა მის საქმესაც აკეთებს ხო და ხვდები რომ უკვე შენ და ის ერთ ხარეზე დგეხართ და ის პირიქით ხელს კი არ გიშლის ხელს გიწყობს რომ ეს ყველაფერი გააკეთო მარტო ფოტოგრაფს არ ვიძახი ყველა ადამიანს ხელს უწყობს რომ ეს ყველაფერი გააკეთდეს ამიტომ აი ეს 9 აპრილი ეს მოძრაობა ეს სურვილი იყო ძალიან საინტერესო დასაფიქსირებლათაც და მონაწილო მე არ ვიყავი ფოტოგრაფი პროფესიონალი ფოტოგრაფი ამიტომ ამას არავინ არ მავალებდა ეს მე ვიყავი მონაწილე ამ პროცესების და ჩემი მონაწილეობა კიდე იყო ეს ფოტო სურათების გადაღება. ეხლა მოდი რაც შეეხება ომს. მანამდე მე ომი არ მენახა. ფოტოგრაფიაში შეიძლება მხოლოდ. ხო, ფოტოების რეალურად ვიძახი. და ან კაპასის ძალიან ცნობილი. მარტო კაპა არა, ყველა. ხოთშორის ეს ჰუმანისტური ფოტოგრაფია. ეგრეთ წოდებული აიკონური აქტი. კი, ჰუმანისტური ფოტოგრაფია მაგიტო გაჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე აი კაპამ, ბრესონმა, როჯერსმა და 4 კაცმა თქვა ეს რო ბიჭო, ნახე ამ ფოტოგრაფიამ რა მოიტანა, რომ ხალხს რეალურად ვაჩვენეთ. ომი რა არისო და მოდი ეს ვაკეთოთო რომ ხალხმა დაინახოს როგორ ვინ არის ადამიანიო რა და მე რისი გაკეთება შეუძლია სისასტიკის აზრით ორივე მხრით სისასტიკის აზრითაც და ორივე მხრით ხო და ამან მე ძალიან საინტერესო გამოფენა დაბადა ადამიანის როჩილოვეჩის კი ერქვა რუსულად მე რუსულ ჟურნალში მაქვს წაკითხული და იქ ამოცანა ზუსტად ეგ იყო ამოცანა იყო რომ ადამიანს ენახა თავის თავი და პირდაპირ თარგმანი ეს არ არის, მაგრამ ადამიანის რაობა უფრო მოუხდა. ალბათ, აი ქართულად არასდროს ეს არ მომსვლია თავში რომ მეთარგმნა როგორ იქნებოდა ეს. და პირდაპირ თარგმანი ლამაზად არ გამოდის ქართულად, უფრო ბიოლოგიურად გამოდის. ხო, ალბათ და როცა თბილისში დაიწყო ორი ომი პრინციპში ჯერ სამოქალაქო ომი. სამოქალაქოთი დავიწყებ, როცა სამოქალაქო ომი დაიწყო ძალიან უცნაური რამე მოხდა რა რომ მაშინ ხო რაღაც კომუნიკაციები ცუდად იყო ყველაფერი და მე კუკიაზე ვცხოვრობდი და ტელეფონი მუშაობდა იმ დილას და არ ვიცი რომ აქ რა ხდება რა ცენტრში და ერთი ზებოდში თანამედროვე თაობისთვის როგორი უცნაური მოსასმენი იქნება ტელეფონი მუშაობდა იმ დილას ანუ დისონანსი დაემართა და მიხვდებიან ასე. ხო, შუქი შეიძლება არ იყო, ტელევიზორი არ იყო და ტელეფონი მუშაობს რა. გავაგზავნე. და დილას ტელეფონი ზარი იყო, ავიღე და ერთი ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი, რომელიც ავსტრიიდან, ამერიკელია, მაგრამ ავსტრიიდან ჩამოვიდა, გოგო. ივერიაში ვცხოვრობ, მითხრა და აქ ომი დაიწყო და მე ხა მივდივარო და ისე და მე მართა რაღაცა ის არ დავარქვა არ ვიცი რომ გოგო როგორ გავუშვა მარტო მომში დამწადე მე ვთხარი და მოვალ და ერთად წავიდეთ მეთქი და ერთად წავედით დასაწყისია პირველი დღე არის და 9 საათი ვიყავი იმ 9 საათში ალბათ გავაცნობიერე რომ ეს არის ყველაზე დიდი უბედურება რაც ჩვენ ქვეყანას შეიძლება მოსულო და არ უნდა მოსულო და მაგრამ მოუვიდა ძმათამკვლელი ომი ჯერ ვერ ხვდები რომ ეს ძმათამკვლელია მე ჯერ არ დამთავრებულა ამიტომ ვერ აანალიზებ აი ეს მხარე ის არაფერი უბრალოდ თვითონ ეს რა ეს ტყუების ზუნებენ აქეთაც
აქეთ ერთი ძმა კვდება და აქეთ მეორე ძმა კვდება, ხო? ის 9 საათი ჩემთვის იყო, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გულდასაწყვეტი. ამ გოგოს უთხარი, რომ მე უნდა წავიდე მეთქი აქედან. შენ გირჩევ, რომ წამოხვიდე. არა, მე უნდა დავრჩევ და ის დარჩა და მე წამოვედი. და 9 საათი ის ფოტოები არავის არ მიჩვენებია. არავის. იმიტომ რომ თვლი, რომ არ მინდა და რომ ის არსებულიყო. და ამის მერე არ მინდა რომ ომი არსებულიყოს. ამიტომ არც ერთ ომში აღარ წავალ. რაღა დროს ჩემი ომში წასვლა, მაგრამ არც წავედი. მე მაგ შო არც მოხდება ჩვენს თავს. მარტო ჩვენ თავს არა, ხო შეიძლება სხვის ომში წახვიდე რა. ხო და იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი რაც კაცობრიობამ ალბათ მოიგონა, არის ომი. და მე არ მინდა რომ ომი ავსახო რა. არ მინდა. მინდა რომ ავსახო ტაბუ მნიშვნელოვანი ნაწილია ფოტოგრაფისტვის? ტაბუ ეს ხო ტაბუა. საკუთარი თავის მიერ, რა თქმა უნდა, იცი რა არის, კი, მე ვფიქრობ, რომ გამოტოვება. კი, რა თქმა უნდა, გამოტოვება არ არის. აი როცა არ იღებ. ცუდი აზრით არ ვამბობ. არა, ხო და მე ცოტა განსაზღვრავ რა, რომ კი არ ტოვებ, პირიქით შენ პოზიციას აფიქსირებ, ეგრე და აი იმას რომ არ იღებ, კი არ ტოვებ, შენ პოზიციას აფიქსირებ რა. შენ მდგომარეობას აფიქსირებ, რომ არ გინდა რომ ის არსებობდეს. რა, ეგრე სხვა რამეები ბევრი არა გვაქვს, რომელიც არ გინდა რომ არსებობდეს. და ფიქრობ, რომ ეს ტაბუირება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, ოღონდ თუ ის ტაბუირება არის სწორად გააზრებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტაბუ არსებობს, საზოგადოებრივი ტაბუ, რომელიც გონია რომ არის სასაცილო. ვიღაცამ როდისღაც ეს რაღაც ცუდი რაღაცების გამო მოიგონა ეს ტაბუები და ჩვენ იძულებული ვართ რომ ამ ტაბუებს შევეგუოთ თუ რავი რა დავიცვათ. ხო? მე ერთადერთი ტაბუ რომელიც მიმაჩნია არის რომ შენ გაიაზრო რა არ გინდა რომ აკეთო, რა მიგაჩნია არასწორად, რა მიგაჩნია არაეთიკურად, არა მორალურად და ის ტაბუ შენ თვითონ შეიქმნა ტაბუ. და სამაგიეროდ სხვა ტაბუები რომელიც მიგაჩნია რომ ვიღაცამ არასწორად გააკეთა, იმ ტაბუს უნდა ადგე და გადააბიჯო და უნდა მოიხსნა. თუ გინდა რომ განთავისუფლდე, აი ტაბუ მხოლოდ ცნობიერად შენ შეგიძლია საკუთარი მორალის კარნახი. აბსოლუტურად. ჩვენ რა, მე მხოლოდ ხელი შევუწყე მის გამოცემას. არა, ჩვენ ერთხელ დაარქვი, მაგრამ ხვდები რაც ლაპარაკობ. კი, თო წიგნი, კითხვა ცოტა სხვანაირია, ოდნავ ფილოსოფიური. წიგნი ულისე, ხო? სადაც ტექსტიც არის და ფოტოც. შენი აზრით, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად ჭირდება ტექსტი, როგორც განმარტება ფოტოს ყავარჯნად. არა, რა თქმა უნდა, არა. ეს ულისე მან რატო იყო მეთქი არ ვამბობ, ზოგადად. კი, არა, არავითარ შემთხვევაში, მაშინ ამაზე ვიტყვი, შენ არ იტყვი და იმიტომ მე ვიტყვი, რომ ფოტოგრაფისტვის ის რაც გააკეთა, მე წიგნად გადაქცევა, არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. რომ ის იმიტომ რომ გამოფენა ისეთ რაღაცაა ეფემერული რა გააკეთებ და მე ქრება. და წიგნი არის წიგნი. და ამიტომ შენც მადლობა მინდა მოგიხადო და ის კიდე ვინც ბევრი ხალხი იყო ჩარეული, ხო? ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოიცა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოიცა ეს წიგნი და მანამდე ტექსტები ვინც დაწერა, მანამდე კორექტურა ვინც გააკეთა, ბევრი შესაბამები ჩემი ბრალი არის კიდე შიგნით არის, მაგრამ და ეს ყველაფერი, მაგრამ გამოვიდა წიგნი, რომელიც რაღაცა პერიოდს ასახავდა და ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. მაგრამ ეხლა მოდი დაუბრუნდეთ ისე განმარტება თუ ჭირდება, არა, არსებობს ფოტოგრაფია, რომელსაც ჭირდება განმარტება. მაგრამ არსებობს ფოტოგრაფია, რომელსაც არავითარი განმარტება არ უნდა ჭირდებოდეს. უბრალოდ შერასაწყობი ის სხვა რამეა რა, ეს არ არის პირდაპირი ფოტოგრაფია, ეს არის რაღაც ძალიან სუბიექტური ფოტოგრაფია და ამიტომ მან ტექსტი იმას კი არ თამაშობს, რომ განმარტავს. ტექსტი არის პარალელური, რა ვიცი. მარტო თხრობა არა, ვიზუალიც. შეიძლება ბონუსი უფრო იყოს ვიდრე ყავარჯენი, მაშინ ასე ვთქვა. იცი რა არის, ეხლა ვეღარ ხვდები, რომ იქ ტექსტი უფრო მნიშვნელოვანია თუ ფოტო. ჩემთან. შეიძლება ესეთი რაღაცაც არსებობდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტექსტი რო არ იყოს ის ფოტო სხვანაირად წაიკითხება, ეს ტექსტი ამ ფოტოს სხვა რამეთ აქცევს. კი არ განმარტავს. სხვა რამეთ აქცევს. იმიტომ რომ ის გამოსახულება, რომელიც რეალურია, ის რეალური გამოსახულება გადაყავს რაღაცნაირად ზოგად იმაზე, ლაპარაკზე, ასე ვთქვათ რა.
სიურეალიზმი ვახსენეთ და რასაც ყვებოდი, ამერიკაიდან ომი დაიწყო, შენაგერა ახლო უბანში ცხოვრობ, მაგრამ ომის საერთოდ სხვაგან მიმდინარეობს და მხოლოდ იქ და ლოკალურად, ხო? თავისი არსი თუ ძალიან სიურეალისტური მოცემულობა, ხო? და ის ეპოქა თითქოს მთლიანად ასეთი იყო. მაგრამ როგორი იყო ის მეორე ომი, რომელსაც უკვე, ვთქვათ, გაცილებით ფართო მასშტაბი ჰქონდა. იქ მოგიხდა წასვლა. არა, ხო და ხო, აი ამ პირველი ომიდან გამომდინარე, ტექნიკურადაც უარი თქვი? მაშინ შორიდან როგორ ხედავდი ამას ფოტოგრაფი? არასდროს არ გაგჩენია სურვილი და გულის წყვეტა, რომ აი მე რო იქ ყოფილიყავი, რაღაცა ისიც გადავიღებდი, რაც უფრო ზუსტად ასახავდა იმ ამბავს, რომელიც მერე სხვებმა რეალობას. იცი რა არის? ჯერთი მშიშა რა ვარ, მინდა გითხრა. ყველა ადამიანი მშიშა. ხო, და ამიტომ ერთი ფაქტორი ის არის, რომ მშიშა რა ვარ, მაგრამ ეგ არ არის მთავარი ფაქტორი. ეს თავიდან პირველად იმიტომ თქვი, რომ ეს ფაქტორი არსებობს და მაგრამ ეგ არ არის მთავარი ფაქტორი. მთავარი ფაქტორი იყო ჩემთვის ის, რომ აი ომი მინდოდა რომ ჩემ რეალობაში არ არსებულიყო. და ჩემ ბევრი მეგობარი წავიდა იქ, მაგალითად გოგი ცაგარელი, ბრწყინვალე ფოტოგრაფი და აი გოგის ნათქვამს ვიტყვი. სულ ვიმეორებ ხოლმე, რომ იმან თქვა ერთხელ, რომ ომიო ადვილი გადასაღებიო, რაც არ უნდა აბსურდულად ჭირდეს, აი სურეალიზმზე თუ ვლაპარაკობთ, ხო? იმიტომ რომ იქ ყველაფერი ისე ზედაპირზე არის ამოყრილიო, რომ თუ არ მოკვდიო ომშიო, აი მარტო თითი უნდა აჭირო. და ეს არის ძალიან სწორი განმარტება. იმიტომ რომ ომი არის გახსნილი ჭრილობა და იქ ყველაფერი არის ზედაპირზე. ძალიან ფოტოგრაფიულია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გახსნილია ყველაფერი, არავინ არ იმალება. არავინ არ თამაშობს, ვერ ითამაშებ რა ომში, როგორ უნდა ითამაშო. და ბარემ გოგიზე კიდე ვიტყვი რა, თუ გვაქვს დრო, რომ ესე იგი გოგის ქონდა ესეთი მე მგონი ამატყოფობა ქვია მაგას, მას ის ქონდა სუხელებს იბანდა, არ ვიცი რა ქვია მაგას, რომ რამეს რო კომპულსია არის. არ ვიცი რა ქვია, ესეთიც რო დააკარვი და მე რომ წასულიყო და ხელი დაებანა. და დიაგნოზი ვერ დაუსვამთ, მაგრამ ზოგადად ობსესიური კომპულსია. არა, თვითონ იზახდა რომ ვიცი რომ ეს მჭირსო. აი მაგალითად ღვეზელს რო ჭამდა, თუ ხელში ეჭირა ის ღვეზელი იმ ნაწილს, რომელზეც ხელი ეკიდა, იმ ნაწილს არ ჭამდა. ხო, ნუ ეს რაღაც ის ქონდა რა და იქიდან რო ჩამოვიდა, თქვა რომ იქ ისეთი რა, ეს იქ მომეხსნა ესაო. აჰა. იმიტომ რომ იქ, ნუ ხვდები რომ იქ რა დროს სახერა ხელი დაიბანე რა ესა ხო. და აი ესეთი რაღაც ესეთ ომი ესეთი რამეა ალბათ. მაგრამ ომი არ არის მხოლოდ ბატალური სცენები. დიახ. მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები იმ დროს თბილისში არ მიდიოდა, ომი იგრძნობოდა. აი როგორ იყო შენთვის ის ომი, რომელიც ზურგში? აი მოდი ეგ ზუსტად იმის გამო რომ აქ ვიყავი და აქ ის ყველაფერი იგრძნობოდა, რეალურად აღმოჩნდა, რომ აქედან უფრო დამკვირვებელი ვარ, აი აქ რა ხდება და ამას როგორ ან ხელისუფლება როგორ მოქმედებს, ან ადამიანები როგორ განიცდიან ამას ყველაფერს და მახსოვს რომ ესეთი პლაკატები არსებობდა ყველაფერი ომისთვის ეწერა და კიდე მეორე იყო რაღაც და მივხვდი რომ ჩემთვის აი ამ რაღაცების გადაღება რომლითაც ან გაგულიანებენ რომ ეს ომი იყოს, ან არასწორად იქცევიან, ან სწორად იქცევიან, ან რაღაცა და აი აქაური მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია და შეიძლება გვერდულად, მაგრამ უფრო საინტერესოდ ასახავს. სინამდვილეში ომი რას აკეთებს? და თან მაშინ გაზეთში მუშაობდი, ეს არის 7 დღე ეგეთი გაზეთი იყო. ძალიან ცნობილი გაზეთი იყო. ეს ხოთშორის ჩემი პირველი პროფესიონალური ფოტოგრაფია, როგორც ფოტოგრაფის პირველი პროფესიონალური სამსახური იყო, შეიძლება ითქვას. და კვირაში ერთხელ გამოდიოდა, ანალიტიკური გაზეთი იყო. ამიტომ ჩემგან ანალიტიკურ ფოტოგრაფიას მოითხოვდნენ. და შესაბამისად აი ალბათ მთელი ჩემი ფოტოები, რომელიც ამ თემას ეხება, არის ეგეთი. რომ სინამდვილეში გვერდიდან დაინახო, ეს ყველაფერი რა არის, ხო? მიწისქვეშეთი როგორი იყო მაშინდელი, განსაკუთრებით სახელოვნებო. ბევრი ფოტო არსებობს. კი, რა თქმა უნდა, იცი როგორი იყო, რომ უკვე საბჭოთა დროს ეგეთი ხელოვნება არსებობდა რა, მიწის ზედა და მიწის ქვედა.
კი, მაგრამ გადმოყვა თითქოს იმ დროს ინერცია. ხო, ერთი რამე შეიცვალა. იქ მაშინ ცენზურა არსებობდა და ამიტომ ასე ვქვა მიწის ზედა და მიწის ქვედა. რა თქმა უნდა 90-იანების დასაწყისში ცენზურა აღარ არსებობდა. ცენზურა არაფერი აღარ, ანუ პატრონიც არ არის, ან დადებითად შეაფასოს ვინმე რამე, ან უარყოფითად, ან საერთოდ შეაფასოს. და ამიტომ ეს მხატვრები და ამიტომ მხატვრები რეალურად გადაიქცნენ ადამიანებთან, რომელიც მხოლოდ თავის, ესე იგი, ის კონტროლის აღარ აქვს და სოციალური ისიც კი აღარ აქვს. მუსიკოსებიც იქ რაღაც ყველანი მარტო თავის საკეთებენ. ხვდები რომ არავის ეს აღარ ჭირდება. შენს მეტი. და რატო გადაწყვიტე რომ ეს აგესახა? დღეს ძალიან პოპულარულია ეგ ფოტოები სხვა შორის სოციალურ ქსელში ვრცელდება. ხო, იმიტომ რომ იცი რა, ხვდებოდი რომ ყველაფერი დაქცეულია. და აქ ერთადერთი აქ არის სიცოცხლე. აი ამათია ეს ქმედება რომ რაღაცა შექმნა და ქმნადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ხო? შექმნა და ხვდები რომ ესენი ქმნიან ამას ყველაფერს და ცოცხლები არიან მხოლოდ მაგით. და აქ არის ენერგია, ქმნადობაში არის ენერგია, ხო? და ხვდები რომ არსად ენერგია აღარ არის. და აი აქ არის ენერგია. და ესეც საიმნება იყო რა, რომ შენ გაქვს შენი ენერგია, რომელთაც ამ თითის დაჭერით აკეთებ და ხვდები რომ ერთადერთი ასასახი რაც არის ეს. აქ არის ენერგია და ეს არის ცოცხალი. ოღონდ ესეც არაცნობიერად. ეს არ არის რომ აი ესე გავიაზრე ახლა როგორც ვლაპარაკობ და გავიაზრე წავედი. იმიტომ რომ მეც იქ მინდა და ყოფნა. ზურგის ტვინით გძნობ უბრალოდ. აი იქ გინდა ყოფნა რა, იმიტომ რომ შენც გინდა რომ ის მონაწილე იყო. და ეს იყო ის აღშენებლობა, რომელსაც მე ქვეყნის აღშენებლობა გარდასახვა დაერქვა. ისეც სულ მაინტერესებს იმ პერიოდში, რომ ეს ხო ძალაუფლებებს ახასიათებთ, რომ რაღაც ტიპის თქვათ დამოკიდებულება ხელოვნებისადმი და მათ შორის სურვილი, რომ მონაწილეები იყვნენ. მიეწებონ. სხვა გვარი, ხო? მაგალითად ერთი ფოტო გადაგვიღე. და წარმოიდგინე, რომ აი მხედრიონელები მოდიან და გეუბნებიან, რომ ერთ სამახსოვრო ფოტო გადაგვიღე ვიღაც ხალხი რა, რომელიღაც აწმოს წევრები, ეს ერთი და მეორე თვითონ ხელისუფლება, მაგალითად უკვე ალბათ უფრო შევარდნაძის ეპოქა რამდენად გძნობს ფოტოს მნიშვნელობას. აი ეს ამ ორ რაღაცაზე რომ პასუხი იყო ეგეთი, რომ აი გურამი კაი ფოტოგრაფია და ერთი გადაგვიღოს რა. ეგრე ხა ვერ ვიხსენებ, მაგრამ სხვა რამეს ვიხსენებ. იმდენად მორღვეული იყო ეხა შევარდნაძეზე გამახსენდი რა ხან. იმიტომ ჩემი კითხვაც მორღვეულია, იმიტომ რომ ბევრი ხელისუფლება არსებობდა და სხვანაირი. კი, ხო და რა მახსენდება, იცი რომ შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, პირველი სტუმარი ყავდა გენშერი. და მე გაზეთში მუშაობ მაშინ რა. და ამიტომ მე ვიძულებული ვარ რომ წავიდე და უნდა გადავიღო ეს შეხვედრა, გადახვედრა რაღაცები და მახსოვს ეს გენშერთან გადაღებული სურათები და როგორ დგევარ, იცი რომ აი აქ დგას გენშერი და შევარდნაძე და აქ დგევარ მე. და თავი როგორც გინდა ისე იღებ რა. ეს გერმანელი კოლეგა საბჭოთა დროიდან ისიც აგერ მაყურებლისთვის. ოფიციალური სტუმარი იყო. ხო, მაგრამ იმ დროიდან მეგობარი. ხო, და მაშინ გონია რომ რავი ესე უნდა იყოს. და ერთი ნახევარი წელი გადის და მე ჩამოდის ბეიკერი, ის კიდე იგივე კოლეგა ამერიკიდან, ხო? და იქ უკვე რომ აეროპორტში ძაღლები სხვა საძმოა. ხო, აეროპორტში უკვე ისევ როგორც გაზეთის კორესპონდენტი ისე მივედი, იგივე ხალხი არის დაცვა, მაგრამ იყო ყველაფერი სხვანაირად არის, რომ ჩანთები დაგვალაგებინეს, ძაღლი მოვიდა, გასინჯა, აქ ასაფეთქებელი ყველაფერია, თვითმფრინავი რომ გაჩერდა 15 დაცვა ჩამოვიდა, განლაგდნენ და ეს იყო შემთხვევით ამერიკული კინო რა, რაღაცა ლაბადებიანი დაცვა, როგორ განლაგდა თვითმფრინავის გარშემო. და ძალიან ლამაზი თქეში წვიმაა წარმოიდგინე რა. თქეში წვიმა და იქ ტრიბუნა და რაღაცა და ხვდები რომ აი ამ ნახევარ წელიწადში უკვე რაღაც სხვა მოწესრიგდა და ნელა გაშორებენ. ნელა შორდები ამას რა და დიდი ბარიერები გაქვს რომ ეს დაინახო ვიღაცა იქიდან. ხო და ეხლა ეს ფოტოები ამას ყველაფერს ძალიან საინტერესოდ აჩვენებს, რომ აი დროის განმავლობაში როგორ იცვლება ყველაფერი. წინააღმდეგობა როგორ იბადება? როგორ ხდება აი ამ დამბების ჩაკეტვა? წინააღმდეგობაზე გამახსენდა წეღანაც, როდესაც ვლაპარაკობდით იმაზე, რომ დრო უნდა აღნიშნო. თანამედროვე ეპოქას, რომლის ამ ნაწილის დიდი მოყვარული მე არა ვარ, ანუ პოლიტკორექტულობის სრული დომინაციის. აქვს ერთი თვისება, ნიშანი, შეთანხმება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ქუჩაში თუ მიდიხარ, ვინმეს თუ იღებ, მისგან უნდა აიღო უფლება, ხო?
ჩემთვის ეს ფოტოგრაფისთვის არის დრამატული ამბავი. რამდენად ახერხებს ფოტოგრაფია ამ შეზღუდვების, ეს არ არის ტიპური ცენზურა ცხადე, რომელიც სახელმწიფოსგან მოდის, მაგრამ რაღაცას უარესიც არა, კანონები არეგულირებს. კანონებიც არეგულირებს და ხო მაგალითად ერთხელ ჩემ თანამშრომელთან ერთად მივდიოდი ბემგონი პარიზში და ის საერთოდ არ არის ფოტოგრაფი, უბრალოდ ხელში ეჭირა ფოტოაპარატი და აქეთ-იქით იღებდა. შემთხვევით ვიღაცას გადაუღო სურათ სადღაც და ის ტიპი იყო ქალთან ერთად. არც ვინ იყო ის ქალი მისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ინერვიულა, გამოიქცა, დაგვეწია. ჩვენთან ერთად დადგა, ფოტო წაგვაშლევინა და კიდე მადლობა გადაგვახტევინა, რომ არ წავიდა, არ გვიჩივდა. ხო, რა გავაკეთოთ? როგორ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ამიტომ იცი რა არის, ძალიან შეიცვალა. აი მე 65 წლისა ვარ, ამ 65 მე ისე გადამოცემით კი არ ვიცი. აი ჩემი ცხოვრების მანძილზე შეიცვალა დამოკიდებულება და მაგრამ ვერაფერს ვერ იზავ, ეხლა ეგეთი დრო არის. ამიტომ მე რომ ვერ ვიზამთ, მოდი შევაფასოთ. მოგწონს თუ არ მოგწონს? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თან იცი რა არის, ეგეთი ის არსებობს. ეგეთი ის არსებობს, რომ იმიტომ არ უნდა მოწონდეს ფოტოგრაფს ეს. როცა დაუკითხავად იღებს, იქ ყველაფერი ბუნებრივია და მე თუ ეკითხები, უკვე ის ბუნებრივია, ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემა არის. არა, აბა სხვა რა არის? იცი რა არის, პრობლემა არის ის, რომ პრობლემა არის ის, რომ თვითონ ეს შეზღუდვა, რომ რაღაცა აკრძალული გაქვს, ხო? ბევრ თავსატეხს გიჩენს რა შეიძლება, რა არ შეიძლება. თორე ბუნებრიობა, მე მაგალითად ახლა ესე ვიქცევი რა, რომ ვიღაცა თუ მინდა რომ ქუჩაში გადავიღო უცნობი. ხო? მივდივარ და ვეუბნები, მინდა რომ თქვენ გადაგიყოთ. და მე ახსნა მიწევს რა, ის და ლოგიკური შეკითხვა რატო? ხო? და ახსნა გიწევს რომ აი თქვა თქვენი წითელი თემები მომეწონა, ან თქვენი ტატუ მომეწონა, ხო? ეხლა იმასაც ტატუ ხო იმიტომ აქვს, რომ თვითონაც მოწონს, ხო? იმიტომ გაიკეთა, თორე რატო გაიკეთებ? დაიშხლიტავი სხეულს, ხო? და თუ რა თქმა უნდა მისთვის მისაღებია ეს არგუმენტაცია რისთვის გინდა გადაიღო, მე ის გთახვდება და მე იღებ. და არ ზარალდება ფოტოგრაფია. როგორ? ფოტო არ ზარალდება. არა, ხო და მე რას ვიძახი, იცი რომ ხო თითქოს ეს ბუნებრიობა ის თავისთავად როგორც იდგა, წაიშალა და ახალი რეალობა ქმნი, მაგრამ ესეც ხო რეალობაა და იცი რა გავაკეთებ ხოლმე, რომ თუ გთახვდება, მე ეს ხო ერთი წამი არ არის, მე შეიძლება უთხრა რომ აქედან მზე არის, იქნება ესე მიტრიალდე და ის მე ის ბუნებრივი ხდება. და მე არა ვარ ის ფოტოგრაფი, რომელიც იმ შეჩერებულ წამს იღებს, ხო? როგორც კარტია-ბრესონი იღებდა, რომ ვიღაცა ტალახზე თუ ხტება, მაგრამ ეს გადახტომა უნდა გადავიღო. ჩემთვის დამხტარი ადამიანი მაგ ხალხს რა ეშველება? უშუალო შეცვალონ ფოტოგრაფია, რაღა დროს ეგ არის. რაღა დროს ეგ ფოტოგრაფიაა, რომ მაგრამ ყოფა ხომ იმდინარეობს. შეიძლება რომ არსებობდეს წამი, რომელიც მხოლოდ მაშინ იყოს გენიალური. აი მაშინ, როდესაც ის ჩერდება. იცი რა არის, ხო და მაგრამ მეორე წამი, რომელიც შენ შექმენ, ისეც ხო რეალობა. აი ეგეთი რეალობაა უკვე რა. უკვე შეთანხმებითი რეალობაა რა. მიდიხარ და შენ მასთან რომ მიდიხარ და ესაუბრები, ხო მის რეალობასაც ცვლი. ხო? თუნდაც ის რომ შენ გაიცანი ის ადამიანი, 2 წუთით გაიცანი, ხო? უკვე სხვა რეალობაა და ის რეალობა არის დამდგარი. და ეს რეალობა უნდა ასახო. აი ძალიან ბევრი ფოტოგრაფი იძახის ხოლმე, რომ კადრში თუ თანამედროვე, აი რაღაცა სოფელი მინდა გადავიღო. და აუ ადიდასის ფეხსაცმელი აცვია ვიღაცას და მე მინდა რომ კახური ქუდი ეხუროს და რაღაცა რა ქვია იმ წაღები კი არა, რაღაცა ეცვალს, ხო? და ეგ ხო რეალობა არ არის. ეგ არის რაღაცა ზღაპარი, ხო? რომელიც არსებობდა, თან მარტო თავებში არ ამგონია რომ როდის ეს არსებობდა. აი ეს რაღაცა იდილიური კახელის სახე, ხო? ქუდით და მესმის, ეს უფრო ეთნოგრაფიის კუთხე. ხო და ამიტომ იმას უნდა შეეგუო რა, რომ ეხლა ადიდასი აცვია იმას რა, ადიდასის ფეხსაცმელი აცვია და მაგით კრეფავს ყურძენს. და ეს უნდა ასახო, რომ პლასმასის ვედრო თუ რა ქვია ტასში რო გააჩერო და უთხრა რომ ფოტო მინდა გადაგიღო, შეიძლება წავიდეს გამოიცვალოს. ნუ ეგეც რეალობაა. ეგეც რეალობაა რა. პოსტრეალობა. ხო, იცი როგორია, აი ის რომ ის ავგუსტ ზანდერი იყო ეგეთი გერმანელი ფოტოგრაფი. და მის ფოტოებზე, მის პორტრეტებზე იძახიან რომ ეს ყველაზე კარგად ასახავს 20-იანი 30-იანი წლების გერმანიას. თუ გინდა რომ ნახო 20-იანი 30-იანი წლების გერმანია,
August Anderis ადამიანის პორტრეტები უნდა ნახო. და იქ არის ერთი მახსოვს ეს ფოტო, 3 ახალგაზრდა ფერმერი მიდის ქალაქში ქვია ფოტოს. დადგმული მაშინ ვერ გადაიღებ ჩხაკ არას ჯერ ეს პერიოდი როცა შეჩერდი წამო არ არსებობს. ანუ ეს ადამიანები არიან გამოწყობილები, ბიჭაკები აცვიათ, ისინი ცილინდრები ახურიათ, ტროსტები უჭირავთ და პოზირებენ. მაგრამ ეს ყველაფერი ისე კარგად ასახავს და მე ამას ძალიან ლიტერატურულად ხედავ რა, რომ ამან როგორ უთხრა რომ მე თქვენი გადაღება მინდა, ესენი როგორ წავიდნენ, როგორ ჩაიცვეს კოსტუმები და როგორ და ეს უფრო რეალობაა, ვიდრე უბრალოდ ეხლა ისენი რომ კარტოფილს თხრიდნენ მაგალითად მიბატონ. ვახსენეთ თიკანაძე. მოდი ორი სიტყვა თანამედროვე ფოტოგრაფიაზე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ აქ ვიღაც შეიძლება გამოგრჩეს და ნუ მერე სულ პრობლემური ამბავია. ზოგადად ქართულ ფოტოგრაფიაზე ვთქვათ, ხო, დაიწყო ნუ ეს 19 საუკუნის მიწურულს, იქ როინაშვილი, ერმაკოვი, საღარაძე, მე მქონდა პატივი რომ მათი ფოტოები თავის დროზე მეძებნა და გაგვეციფრებია, ციფრული ფოტომატიანე მქონდა ეგეთი პროექტი ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ რეალურად როგორი იყო საქართველო, ხო, აი ამ საუკუნეთა მიჯნაზე, ყველაზე უფრო ზუსტად იგრძნობა მათი ფოტოებიდან. სხვა შორის ილია ჭავჭავაძე, როცა აჩრდილზე მუშაობდა, ოლღა გურამიშვილს წერდა, რომ ძალიან დავიტანჯეო რა, ეს ისტორიული პოემა, ქვეყნის ამბის მოყოლას ცდილობდა, რომ ჩვენიო ისტორიაო ძირთად არის მეფეების და ომების ისტორია, ხალხი არ ჩანსო საერთოდ. ხო და ისტორია რეალურად იქ არის, როდესაც ხალხი უნდა ჩანდეს. აი საინტერესო არის ამ პერიოდის ფოტოგრაფიაზე შენი შეფასება და მე როგორ ვითარდება ქართული ფოტო. აი განსაკუთრებით ვთქვათ, თითქოს აი ესეთი უცნობი პერიოდი არის უკვე აი 20-იანი, 30-იანი, 40-იანი, 50-იანი წლები. მანამდე 50-იანი უკვე თიკანაძეა. მანამდე სანამ 18-21 წლები მოვიდა და საქართველოს ისევ რუსეთის იმპერიის ქვეშ იყო, მაგრამ თლიანად რუსეთის იმპერია როგორც იყო, ისე ცხოვრობდა საქართველოს ალბათ და მაშინდელი ფოტოგრაფია სხვა ფუნქცია ჰქონდა. ის იმპერატორიც კი ხვდებოდა, რომ ნუ სხვა საინფორმაციო ველი იყო მაშინ მოგეხსენება და ფოტოგრაფია იყო ერთადერთი საშუალება ვიზუალური შეცნობის რაღაცის და ხვდები რომ ამ ვიღაც იმპერატორს ხო უზარმაზარი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი და აზრზე არ არის რეები აქვს დაპყრობილი რა ყველგან ხო ვერ ჩავა და ვერსადაც ვერ ჩავა ხო და ამიტომ საქართველოს აქვს დაპყრობილი და გონია რომ რაღაცა უსიერი ტყი აქვს დაპყრობილი რა და იმდენად რომ მე მგონია პუშკინსაც აქ რო ასახლებს გონია რომ ციმბირში გადაასახლა და ის ხალხი ჩამოვიდა გაგიჟდა მე მგონია აქ ცხოვრება მოუნდა ხო თქვა და ამიტომ როგორც კი გაჩნდა ფოტოგრაფია იყო საშუალება რომ მე ენახა რა ტერიტორიებს ფლობს ამიტომ აგზავნიდა თავის სტოვრებს ფოტოგრაფებს ყველა ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც რომ მათ აესახათ იქაური ყოფა და მე მოვიდნენ ეს ქართველი ფოტოგრაფები და იგივე გააგრძელეს ხო შორის ამ ქართველი ფოტოგრაფების უკანა ფოტოების უკანა მხარეებს ვნახავ ყველას ან იმპერატორის ფოტოგრაფია წერია ან შახის ფოტოგრაფია წერია იმიტომ რომ რეალურად მათი შეკვეთა იყო ფოტოების გადაღება მაგრამ უდიდეს საქმე გააკეთეს რომ დაგვიტოვეს როგორი იყო ქვეყანა მაშინ მე მოვიდა 18-21 წლები და ბევრი რამე შეიცვალა მათ შორის მაგალითად აღნიშნავ რომ დავით კაკაბაძე რომელიც მისი თავისუფლება მისი აზროვნება ფიქრობ რომ აი ამ 3 წლის დამსახურებაც არის მე ვფიქრობ რომ ის იყო ისეთივე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფი როგორც მხატვარი ჩემთვის დავით კაკაბაძე არის რაღაცა ახალი ხელოვნების ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოში და ისეთივე როგორც მანრეი აი მე დავით კაკაბაძის ფოტოგრაფიას შევადარებდი მანრეის ფოტოგრაფია ერთ და იგივე პერიოდია მანრეის ფოტოგრაფიას სამწუხაროდ არ ვიცი დაკარგულია თუ არ ვიცით სად არის ძალიან მას 16 წელსაც ჰქონდა უკვე მგონი ფოტოაპარატი და სიცოცხლის ბოლომდე უნდა არსებობდეს ბევრი ფოტო და არ ვიცი რა ვიცი სად არის რაც არის მნიშვნელოვანი აბსოლუტურად იმიტომ რომ მისი პორტრეტები ფოტოპორტრეტები საკუთარი ავტოპორტრეტები ისეთივე მაღალ მხატვრული ღირებულებისა როგორც მისი დახატული 3 პორტრეტი ავტოპორტრეტი ხო და ამიტომ ამას ცალკე გამოვყოფდი
ის რო დარჩენილიყო პარიზში იმ 3 წლის მერე ის იქნებოდა რავი ხა ნუ პიკასო მან რე იქნებოდა და მერე მოდის საბჭოთა პერიოდი და რა თქმა უნდა იდეოლოგიზირება ხდება ამ ყველაფრის და იმის გაცნობიერება რომ ეს არის საშიში ხელოვნება და ყველა გამოსახულება რომელიც იქმნება რა თქმა უნდა ღიათ რომელიც იქმნება და რომელიც გამოსატანად არის ხდება იდეოლოგიზირებული და ცენზურა საშიში არის მაგრამ მეორე მხრივ სასარგებლოც პროპაგანდისტვის ამიტომ ეს ყველაფერი ცენზურირებულია და მხოლოდ ის გამოსახულება გამოდის რომელიც ცენზურას გაივლის და ფოტოები მაქვს ნანახი რომ ეს მისაღებია დასაბეჭდად მაგრამ კიდე კარგი არსებობს ეს ადამიანური წმინდათ ადამიანური ნება რომ შენი რეალური ცხოვრება ასახო და ეხლა ძალიან არქივები ამოდის აი სამოყვარულო ფოტოგრაფიის რომლებიც თავიანთ რეალურ ცხოვრებას იღებენ ესეთი არის კეზელის არქივი ესეთი არის ალხანაიძის არქივი და ასე შემდეგ და ესე მოვდივართ 50-იან წლებამდე. მე ვკვდება ეს ჩვენი სოსო 53 წელს. და ამ პერიოდს ემთხვევა გურამ თიკანაძის შემოქმედება, რომ 63-ში გარდაიცვალა თუ არ ვცდები და აი ეს 10 წელი 53-დან 63 წლამდე მოგეხსენებათ რომ რაღაცა ვითომ შეიცვალა საბჭოთა კავშირში 20 წელს ეძახიან და გურამ თიკანაძე ხვდება რომ აქ ეხლა შეიძლება განთავისუფლება და ახერხებს და აგზავნის თავის ფოტოებს საზღვარგარეთ. როცა მანამდე ეს შეუძლებელი იყო ცენზურის გარეშე, ხო? რა თქმა უნდა. და ჯერ სოციალისტურ ქვეყნებში და იმ ფოტორევიუში წეღარო ვახსენეთ, იქ ხდება მისი ფოტო ტკბილი ნესვი ქვია თუ არ ვცდები და იმარჯვებს, თუმცა მე ამას ამ ტკბილი ნესვის გამო აქ მოხდება, იმიტომ რომ ეს რა ექსპრესიონისტული სურათი ხო, ექსპრესიონიზმი არის რა, ის სურათი არის ექსპრესიონიზმი. და როგორ წავიდა იქ და მე იტალიაშიც კი აგზავნის, იტალია უკვე იტალიაა რა, მაგრამ აი ეს პერიოდია. როცა ცოტა მორღვეული არის ცენზურა და ეს ახერხებს ამ მორღვეულობაში რომ გაძრომას და ამით ქმნის სხვათა შორის ახალ ხედვას ფოტოგრაფიაში. მე ისე ვიკეტება ეს ყველაფერი და მისი მოწაფეები ისევ ცდილობენ რომ ისევ იძულებულები არიან რომ ცოტა ჩაიკეტნენ მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს მოხდა და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობაა გურამ თიკანაძის ეხა ალბომი გამოიცა. მე მახსენდება რა, ანუ ეს ჩვენი საერთო კოლექტიური მეხსიერების ნაწილია, რომ ძალიან დიდი როლი ქონდა მაშინ ეგრეთ წოდებულ ფოტოატელიებს. და მე ვიცი რომ რაღაც ფოტოები შემორჩა სხვა შორის, სადაც აი ფოტოატელიეს ფოტოგრაფი იღებს ისეთ ფოტოს, რომელიც ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე მაინც და მაინც აი ამ ყოფით ამბავთან, რომ ვიღაც ოჯახი მივიდა და კვირა დღეა და სურათი უნდა გადაიღოს და მასზე გიქნება, ხო? ახსოვს ოზურგეთში იყო ფოტოია და რაღაცა ბევრი იყო ესეთი, ხო? ან ფოტოატელიები შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორი იყო ეს? ეს რაღაცა ეპოქის ნიშანია. კი, რა თქმა უნდა. ჯერ ორი დატვირთვა ქონდა ამას. ერთი წმინდათ უტილიტარული რომ შენ გჭირდებოდა საბუთის ფოტო და საბუთის ფოტო ყველა სჭირდება და მათ აიღეს ეს ფუნქციები თავის თავზე რომ საბუთის ფოტოს რაღაცა იქ სტანდარტები არსებობდა ამ სტანდარტებს სწავლობდნენ ის კი არა ერთადერთი სკოლას თუ შეიძლება დავარქვათ სასწავლებელს თუ შეიძლება დავარქვათ აი ამ საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში შედიოდა ეს საყოფაცხოვრებო მომსახურებას ჰქონდა თავისი სასწავლებლები რომ ამ ფოტოგრაფებს ესწავლათ გამჟღავნება დაბეჭდა და ის სტანდარტები რომელთაც შენი საპასპორტო ფოტო უნდა გადაეყოთ მაგრამ რა თქმა უნდა ეს ფოტოგრაფები იმის გამო რომ ფოტოგრაფია იცოდნენ პარალელურად იღებდნენ რაღაცა ცხოვრებას ხო ეს ცხოვრება მინდა გითხრათ რომ ეს ფოტოები დღეს უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ალბათ მაშინ იყო იმიტომ რომ დღეს ამას ხანაერად იაზრებ ეპოქის ნიშანია ეგეც მინდა მაგრამ ჩავამატებ რომ ის იდეოლოგიზირებული ფოტოები რომელიც მაშინ გაზეთებში იბეჭდებოდა რომელიც ცენზურირებული იყო დღეს ხანაერად იკითხება დღეს ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ზუსტად ის რომ ხედავ რომ იქ თეთრი ხალათი აცვია ვიღაცა ღორების ფერმაში ვიღაცა ადამიანს და ხვდები რომ ნუ ეს არის როგორი სურეალიზმი იცი მან რეივერ მოიფიქრებდა ესეც ხო ეს უკვე იმის საგანია რაღაცა გააზრების საგანია და ამიტომ ის მნიშვნელოვანი გახდა დღევანდელ დღეს იმ ფოტოგრაფიას სულ სხვანაირად უყურებ
და დაკარგა იდეოლოგიური ფუნქცია და ამიტომ სხვანაირად აანალიზებ, ვიდრე მაშინ იყო ის. მაშინ საზიზღარი იყო ის და ეხლა მნიშვნელოვანია რა. ზუსტად ესე იყო ეს ატელიეების და აი კარგი მაგალითი ეგეთი ფოტოგრაფიის არის ალხანაიძე ჩემთვის, შალვა ალხანაიძე, რომელიც თუშეთში იყო არასტანდარტულია ის. აბსოლუტურად. სტანდარტული მიზნით გადაღებული არასტანდარტული ფოტო. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ის იყო ესეთი ფოტოგრაფიც, რომელიც პასპორტისთვის იღებდა ფოტოებს. ზომების სხვანაირი. ხო, იმიტომ რომ იცი რა დაანუცნაური ეგეც ძალიან პრაგმატული რაღაცის გამო მოვიდა, რომ იღებდა დიდი კამერით და იღებდა ისეთ ფორმატს, რომ მე პირდაპირ კონტაქტურად თავი რო დაებეჭდა, პასპორტის ფოტო გამოდიოდა. და სინამდვილეში ამისთვის სჭირდებოდა, რომ აი ესე გადაეღო ადამიანი, რომ მე ეს თავი გამოსულიყო ამხელა. და ეს ადამიანები და ნეგატივები დარჩა ეს. იმ ნეგატივებზე იმდენი რამე ჩანს, რომ ადამიანებს როგორ აცვიათ. ეხლა პასპორტის ფოტოში არ აჩანს რაღაცა. როგორ თავისუფლები არიან რაღაცაში. აი თქვათ და მათაც არიციან, რომ ესე იღებენ. იმიტომ რომ აი ამ ნაწილის ქვემოთ ისინი ისეთი თავისუფლები არიან, ზოგს ფეხი-ფეხზეა გადადებული, ზოგს ხუდი აქ დაფარებული და ეს დღეს სხვა რეალობას გაცნობს. და გარდა ამისა, ალხანაიძე აი ამ პორტრეტის ფოტოების გარდა აქვს უნიკალური ყოფის სამსახველი ფოტოები. ცხარს როგორ წველიან, როგორ კლავენ, ყველი როგორ გამოყავთ, როგორ კეიფობენ, როგორ ცეკვავენ, როგორ თვრებიან, როგორ ექსკურსიობენ, ქორწილი როგორ აქვს. ეხლა მაშინ ის ალბათ ამ ქორწილის ფოტოებს იღებდა, იმიტომ რომ შეკვეთა ჰქონდა ერთ-ერთი ფოტოგრაფი იყო, მაგრამ დღეს ეს აჩვენებს, რომ რეალური ყოფა როგორია. ხო, თავარი ალბათ საბოლოო ჯამში არის არა ის რას იღებ, მნიშვნელოვანია, მაგრამ არამედ როგორ იღებ. თანამედროვე ფოტოგრაფია მრავალმხრივ ვითარდება და მით უმეტეს ხო ნონ-სელექციის ეპოქაში ცოტა ძნელია, რომ რაღაც მიმდინარეობები განსაზღვრო, ხო? ამიტომ ის ამბავი თუ როგორ იღებ, ალბათ მაინც გადამწყვეტი ხდება და კონცეპტუალიზმი ცოტათი თქვათ თვისობრიობას კარგავს, იმიტომ რომ წაშლილია რა ყველანაირი საზღვარი. მე ვაკვირდები თანამედროვე ფოტოგრაფიას განსაკუთრებით თვალში მხდება ეს მექსიკური, შეიძლება იმიტომ რომ მითოსი მაინტერესებს. ფოტოგრაფია სადაც რეალიზმი და ეს ცოტათი ეს მაგიური რეალობა არის ერთმანეთში გადაღებული. როგორც ლიტერატურაში. ხო, აი მაგალითად კარტახენას აქვს აი ფანტასტიკური სერია, როგორ ისვენებენ მუშები რა, ანუ იქ იტურბიდე არის პარკე ძალიან მაგარი ფოტოგრაფები ყავს, ხო? თითქოს ეს არის ერთი ხაზი, რომ აი თან რეალურია, თან მითოლოგიური. და მეორე აი თანამედროვე იაპონური ფოტოგრაფია, ხო, როგორ ვითარდება. ეს თქვათ კერტეზე ვახსენეთ ზეგან ეს დეტალების შემჩნევა, აბსოლუტური დეტალიზაცია რა, აი ჰორიზონტების ხაზი არის სუგიმოტო არის ეგეთი ფოტოგრაფი, რომელსაც აქვს მთელი სერია, უბრალოდ ჰორიზონტებს იღებს, ამ ხაზებს, ხო? წყლის წვეთლებს იღებს, კავაუჩის, კვერცხის ნაჭუჭს ამ შემდეგ. აი სად მიდის ფოტოგრაფია? სიღრმეში მიდის ფოტოგრაფია, მინდა გითხრათ. ეხლა ვთქვათ იქ მექსიკაში შენაც ახსენე ეს მაგიური და მართლა მაგიური რეალობა არის მათთან. იქ ის ისეთი შეგრძნება მაქვს. არ ვიცნობ ცოტა ლიტერატურას ვიცნობ და ცოტა ფოტოგრაფიას რა. არა ვარ ნამყოფი მექსიკაში და გონია რომ ეგეთი რეალობა. ხო? მათ ისინი ჩვენ რო ვეძახით ამას მაგიურ რეალობას. ჩვენთვის არის მაგიური. ხო და იმათთვის ალბათ ჩვეულებრივი ისინი ალბათ ფიქრობენ რომ ესე როგორც ის 90-იანები ჩვენთვის ჩვეულებრივია. ხო. ამ თვალით სიურრეალისტური. ხო, ეგრე ძალიან ისეთი იყო ხოლმე რომ საბჭოთა ფილმებში ონკანს რომ მოხსნიდა ვიღაცაო და წყალი არ მოდიოდაო, უცხოელებს ეს სურეალიზმი ეგონათო და სინამდვილეში ეგრე იყო და ეგეთი რაღაცაა, მაგრამ ხო ფაქტია რომ ეს მექსიკელი ალვალეს ბრაო მაგალითად რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი მექსიკაში, ხო? ალვალეს ბრაოსთან ყველაზე შეიძლება ითქვას რომ მე როდესაც ფოტოებს ათვალიერებ, ის რეალობას იღებს. ის არ ცდილობს რომ რაღაცა მაგიური გადაიღოს. უბრალოდ მაგიური გამოდის. მაგიური გამოდის. ადამიანები არიან სხვანაირები. ქცევა აქვს სხვანაირი. კულტურა აქვს სხვანაირი. ტრადიციები აქვს სხვანაირი. ხა წარმოგიდგენია რომ სიკვდილის დღესასწაული აქვს თუ რაღაცა. კულტია სიკვდილის. მათთვის თავის ქალა სხვა რამეა. თავისთავად. და ჩვენთვის თავის ქალა სხვა რამეა. და შენ მათ გადაღებულ თავის ქალას რო უყურებ, ხო, შენ სხვანაირად აღიქო, ის სხვანაირად აღიქოს რა. შეიძლება შენ რო აღიქო და მე წერ ამას, ის ფიქრობს ეს ხო არ გაგიჟდარებს წერს, ხო? და იგივე არის იაპონიაშიც. იაპონია არის სხვანაირი კულტურა. და სხვანაირი ჯერთი ფოტოგრაფია არის ქაღალდი.
ქაღალდის ხელოვნება და მათთან ქაღალდის სხვანაირი შეგრძნება ვიდრე მთელ დანარჩენ სამყაროში. და ეს მარტო ფოტოგრაფიაში არ იგრძნება შეფუთვაში ქაღალდი ორაგამები და რაღაცეები, ბევრი სხვა რამე, ხო, ქაღალთან დაკავშირებული და ფეტიშისტური. აბსოლუტურად, ხო, და მაგრამ თავად საქმეა რა, მაგრამ ფოტოგრაფიას ესე აღიქვენ და სხვანაირია ეს ფოტოგრაფია. და მე რაც ვფიქრობ, იცი რომ მე პირადად თუ მომწონს იაპონური ფოტოგრაფია. უბრალოდ იმიტომ რომ სხვანაირია. იმიტომ რომ შეიძლება სულაც ვერ აღვიქო იმას იმ რეალობით, რომელსაც თვითონ იაპონელი აღიქვას. ეხლა შენ სუგიმოტო ახსენე. ერთი 10 წლის წინ ესტან ნიჟარაძე მაგ გააკეთა დიდი იაპონური ფოტო გამოფენა, 20 ავტორი იყო, და მათ შორის ჩამოვიდა ერთი ფოტო მწოდნე იაპონელი და მოყვა ამაზე, იმაზე, ვისაც ვიცნობდი და ვისაც არ ვიცნობდი. და სუგიმოტო არ ახსენა. და მე თორე სუგიმოტოს სადაყავს მეთქი და სუგიმოტო არ არის იაპონელი ფოტოგრაფია. სუგიმოტო იაპონელი წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფია. იმიტომ რომ სუგიმოტოსთან ეს არის ევროპული დასავლური ხელოვნება. იაპონური წარმოშობის დასავლელი ხელოვნება. რა მნიშვნელობა რომელიც წარმოშობის ხარ გაჩნია რა ბაზაზე ზიხარ. მაგრამ იაპონია იგრძნობა. არა, იმიტომ რომ ახლა იაპონური წარმოშობისაა რა, მაგრამ აი ეს ჰორიზონტები რეალურად ეს ორი სტიქის ადამიანის ამ ორი სტიქის შორის რო დგა იმისი გააზრება რა. ხო, და ვთქვათ კინოთეატრებს იღებს კიდე კინოს უშვებს და ამ კინოს შუქზე იღებს კინოთეატრებს. ეს არის აბსოლუტურად დასავლური და იმიტომაც თქვა რომ იმან განაცუდიო ძალიან კაი ფოტოგრაფია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია დღეს სუგიმოტო. მაგრამ იაპონელი არ თulis რომ ეს იაპონელი ფოტოგრაფია. ანუ როგორც აი ვინდა არა ხარატიშვილზე ეგრე ვერ ვიტყვი რა. გერმანელი მწერალია თუ ქართველი მწერალი, იმიტომ რომ იმასთან ის ქართული ძალიან ბევრია. უბრალოდ გერმანულ ენაზე. ნაბოკოვზე შეიძლება ვიღაცას ერთ. აი მაგალითად, ხო, და სუგიმოტო მართლა ეგრეა რა და სუგიმოტოც მეც იმიტომ უფრო კარგად მე კონკრეტულად ერთი ადამიანი რა, უფრო კარგად აღვიქვავ და უფრო მომწონს. იმიტომ რომ მეც იგივე კულტურაში ვარ, რა კულტურაზეც ის მისი ბაზარაზეც არის. და იმას გაცილებით ადვილად აღვიქვავ. და იაპონურ ფოტოგრაფიას ხო უყურებ როგორც ეგზოტიკას. და მომწონს რა თქმა უნდა და იამამოტო არის ერთი და ძალიან მომწონს და დაიდო მორიამა, რომელმაც იცი რა ვახსენე, სიბნელეებს იღებს. და მორიამამ რა ქნა, იცი რომ მორიამამ იაპონიაში ევროპული ფოტოგრაფიის ელემენტები შეიტანა და ისეთი რამე შეცვალა რომ მე მისი შეცვლილი ევროპულ ფოტოგრაფიაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. ძალიან სერიოზული ფოტო. ხო, მაგრამ იგივე მე მორიამაზეც არაკი მორიამა 4 ფოტოგრაფი იყო რომელიც 60-იან წლებში ახალი ტალღა დაიწყეს იაპონიაში. ვერ ვიტყვი რომ ესენი იაპონელები არიან. ისინი არიან სოფლიოს ფოტოგრაფები. მათ ბაზა მაგაზრით ნაციონალიზმი გააჩნია ფოტოგრაფიას. მაგაზრით. ისე ალბათ არ გააჩნია 200 წლისა ასულ. როგორც კი გაჩნდა 1 წელიწადში კი არა 9 წელიწადში მთელ სოფლიოს მოეტო. ამერიკაში მე მგონი რავი ერთ თვეში გადავიდა, ხო? და ამიტომ იქ მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა, მისი მთელ სოფლიოზე გავრცელება შეიძლება. კი ბატონო. შესანიშნავი. მოკლედ ფიქრობ რომ თლად ურიგო დიალოგი არ გამოვიდა. ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გისურვებ ბევრ ამბავს, რომელიც მე ფოტოდ იქცევა და ჩვენც ბუნებრივია ამით მხოლოდ ვისარგებლებ. გურამ წიბახაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ბიბლუსი თოქს უსმენდით, მე გიორგი კეკელიძე გახლავართ. მადლობა მოწვევისათვის და საუბრისთვის.